საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმერეთს სტუმრობს. სააკაშვილმა ბაღდათის რაიონში კურორტის საირმე დაათვალიერა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. პრეზიდენტთან ერთად იმყოფებიან ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი მაია სიდამონიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი. მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის დეპარტამენტის უფროს კურორტ საირმის პოპულარიზაცია დაავალა. სააკაშვილის თქმით, უნდა გაუმჯობესდეს დამსვენებელთა საყოფაცხოვრებო პირობები. წელს საირმეში 5,000-მა ადამიანმა დაისვენა. ჩვენ მოვიყვანით მე 2007-ში დავავალე ამ მზის გაკეთება 2008-ში ომის დაწყების შემდეგ და გააგრძელეს გზა, როცა არაფერი ყველა სპეციალურად მოვიკითხე და არ გავაჩერებია, მიუხედავად რომ მასში ფული გვიჭირდა ძალიან, ეხლაც შეიძლება იდეალურად არ ვართ, მაგრამ მაშინ დავამთავრებიათ ეს გზა. ნუ 5 კილომეტრი დარჩა, იმიტომ რომ კომუნიკაციები მქონდა, რაც უყურებთ, ხო, მილები იცვლება, ხო, ყველაფერი ეს ერთი. მეორე უნდა გაკეთდეს აქ თავარი პრობლემა, რაც ახლა მოვიკითხე არის ხალხში, სასმელი წყლის ხარისხი. ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს 300-მდე თვე დაგჭირდება. მაქსიმუმ 3 თვე. ესე მომავალ წელს უკვე სასმელი წყალი იქნება კარგი. აი რეზერვუარის გაკეთება, რომ წყალზე პრობლემა არ ქონდა დებედზე, მომავალ ზაფხულისთვის ხო პრინციპში პრობლემა. ამას ჩვენ ეს მომავალ ზაფხულისთვის რომ ესე წყალზე არ ქონდეს პრობლემა, გზა ბოლომდე კარგი იყოს, სასმელი წყალი კარგი იყოს, შიდაგზებს სულთლიან. შიდაგზები და ხაზების განათება. შიგნით განათება და კანალიზაცია არის ემდები. ემდები ჩადებულია. ხო, კანალიზაცია და წყალი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი რითიც უნდა ვიწყოთ, რომ ძირითადი რაღაცები რაზეც დგას ეს კურორტი გაკეთდეს. იმერეთში სტიქია მძვინვარებს ძლიერმა ქარმა ქუთაისის მუხნარის ტყეპარკში 100-ლოვანი ხეები წაარცია, რის გამოც ქუთაისი ბაღდადის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეჩერდა. სტიქის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო ქუთაისის უბნების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერი ქარის გამო დასავლეთ საქართველოში დენის გარეშე დარჩენილ აბონენტთა რიცხვი გაიზარდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება 93,500 აბონენტს. ენერგოპრო ჯორჯიაში ვარაუდობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება თუ ამინდი არ გაუარესდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების აბონენტების ნაწილს, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებს. ძლიერი ქარის გამო აღნიშნულ რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები და ფიდერები დაზიანდა. დასავლეთ საქართველოში არის დენის მომარაგების მხრით პრობლემები, დილიდან გრძელდება ძლიერი ქარი. ამ დროისთვის გათიშულია დაახლოებით 93,500 აბონენტი. ძლიერი ქარი ამ წუთებშიც გრძელდება და მოიმატა გათიშვების რაოდენობა. თუმცა ენერგოპრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც მუშაობს და დაზიანების წუთიდან უკვე დაიწყო მუშაობა და ამ წუთებშიც მუშაობს და როგორც კი ამინდი მოგცემს საშუალებას, აუცილებლად აღუდგება დენის მიწოდება აბონენტებს და სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის უკვე უმეტესობას ექნება დენი. მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევარში წვიმა შეწყდება და გამოიდარებს. იმერეთის მაღალმთიან რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე კი ქარი გაძლიერდება. სინოპტიკოსები უნალექო თბილ ამინდს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 13 სექტემბრისთვის ვარაუდობენ. 14 სექტემბერს კი დასავლეთ საქართველოში გრილი ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას, რის გამოც 17 სექტემბრამდე კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. არის აღმოსავლეთის პროცესი, რომელიც იწვევს დასავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებას, აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებას. აღმოსავლეთის ქარი გვექნება 20-25 მეტრი წამში და 28 მეტრი წამამდე მიაღწევს ქუთაისში და ზოგიერთ რეგიონშიდაც. წვიმა ამ საღამოს უკვე ჩვენ დასავლეთ საქართველოში შეგვიწყდება, მაგრამ ხვალ ისევ დაიწყება ხანმოკლე ხასიათის წვიმა ზოგიერთ რაიონში, ყველგან არა. 16-დან ველოდებით გაუმჯობესებას. უნალექო ამინდს 2 დღე, რადგანაც არამდგრადი პროცესებია, 2 დღე გამოიდარებს, 2 დღე ისევ წვიმები გვაქვს. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში დაგეგმილ ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის გაზის ერთობლივ პროექტს ეხება. სამი ქვეყნის პრეზიდენტები სამიტზე შესაბამის დეკლარაციასაც გააფორმებენ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას. პროექტის მიხედვით გაზის გამათხევადებელი ტერმინალი საქართველოში სავარაუდოდ ყურლებში აშენდება. პროექტის ღირებულება წინასწარი გათვლებით 4,5 მილიარდ ევრო შეადგენს. პროექტის თანახმად საქართველოსდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრანსპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს არჩელის განხილვა იწყება, სადაც საქართველოს დელეგაცია უკვე გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი არიან. ჰააგის სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. სარჩელი 1990-იანი წლებიდან დღემდე რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ეთნოწმენდას ეხება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შემაჯამებელი სხდომა ხვალ გაიმართება. სხდომა სასტუმრო რედისონში შედგება. შემაჯამებელ სხდომაზე გაირკვევა, რა ცვლილებები შევა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში პარლამენტში განხილვების დაწყებამდე. კერძოდ გადაწყდება საჯარო განხილვებისა საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ გამოთქმული, რომელი მოსაზრებები აისახება პროექტში. მათ შორის ხვალ გახდება ცნობილი, მოყვება თუ არა კონკრეტული შედეგი არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართვას პროექტის განხილვაში. შემაჯამებელი სხდომის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი დაიწყებს. საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება. ოფისის შექმნა შესაბამისი შეთანხმება ითვალისწინებს, რომლის რატიფიცირებაც პარლამენტის სხდომაზე მოხდება. სამეკავშირეო ოფისის ძირითადი დანიშნულება ნატოსა და საქართველოს კომისიის ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება იქნება. პროექტის თანახმად სამეკავშირეო ოფისს და მის პერსონალს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ, რაც მათი სისხლის სამართლებრივი იურისდიქციის საგადასახადო და საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. ოფისის გახსნასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ალიანსი გაიღებს. ქართულ მხარეს კი მხოლოდ ოფისისთვის ფართის გამოყოფის ვალდებულება ეკისრება. იაროსლავ კაჩინსკიმ დონალდ ტუსკსა და ბრონისლავ კომოროვსკის პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იუწყებიან. იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, სმოლენსკის თამაში, რომელშიც უცხო სახელმწიფო ჩაითრიეს, ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგ იყო მიმართული. პარტია უფლება და სამართლიანობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ომი ლეხ კაჩინსკის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა 10 aprilს სმოლენსკთან განიცადა კატასტროფა. ბორცვზე მყოფი 97-ვე მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ქრისტიან-დემოკრატებმა საზოგადოებას პარტიის ახალი სახე წარუდგინეს. თამაზ ბაკურიძე აჭარაში ქრისტიან-დემოკრატების წევრი და ქობულეთის პარტიული ორგანიზაციის ლიდერი გახდება. გიორგი თარგამაძის განცხადებით, თამაზ ბაკურიძე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იმუშავებს და ამ კომიტეტის თავმჯდომარის ფუნქციასაც შეითავსებს. თამაზი იქნება სპეციალური პარტიული კომისიის ხელმძღვანელი, რომელიც იმუშავებს ადამიანის უფლებათა დაცვის, განსაკუთრებით პატიმრების, მათი ოჯახების უფლებების დაცვის მიმართულებით. გარდა ამისა, თამას ექნება დამატებით ძალიან მნიშვნელოვანი სხვა პარტიული ფუნქცია და თანამდებობა, ასე ვიტყოდი. იგი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქრისტიან-დემოკრატიული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და ქობულეთის ორგანიზაციის ლიდერი. ეს ინფორმაციის სახით მინდოდა რომ თქვენ გწოდნოდათ და თამაზი ორი სიტყვით თავად მოგახსენებთ რამ გადააწყვეტინა ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე. სცადე ასე ვთქვათ, ჩემი ძალები აი ამ მხრივ, პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ და ჩავთვალე რომ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში ამ საკითხებზე მუშაობა უფრო შედეგიანი იქნებოდა ვიდრე არასამთავრობო, იმიტომ რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დღეს წამყვანი ძალაა ქვეყანაში. მას აქვს ხალხის მიერ მონიჭებული ნდობა, ასევე მნიშვნელოვანი ძალა აქვს პარლამენტში, აქვს ტრიბუნა და მე ვფიქრობ, რომ პატიმრებზე დახმარებას მე ამ კუთხით უფრო შევძლებ.